ადგება თუ არა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. ცნობილი გახდება საქართველოს შესახებ ანგარიშიც, რომელიც აღწერს ბოლო 1 წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს და მათ გავლენას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გაფართოების ანგარიშს წარადგენს ევროკომისარი მარტა კოსი. გაიმართება დებატებიც ევროპარლამენტში, შეიმუშავებენ კონკრეტულ რეზოლუციებსაც თითოეულ ქვეყანაზე. დოკუმენტი სავარაუდოდ იქნება კრიტიკული, მით უმეტეს ბოლო დროინდელი მკაცრი განცხადებებისა და თუ რეზოლუციების ფონზე ევროპელი ოფიციალური პირების მხრიდან. როგორია კონკრეტული მოლოდინები ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, ნინი ბალანჩივაძე გაგვაცნობს პოლიტიკურ განცხადებებს. საკმაოდ მძიმე მოლოდინები არის პროდასალურ ოპოზიციურ პარტიებში ხვალინდელ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელსაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი წარუდგენს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს და აქ ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან იმაზე, რომ წვავე იქნება ის განაცხადი, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოვისმენთ, ვინაიდან ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში იმისათვის, რომ სრულად იზოლაციაში მოექცია ჩვენი ქვეყანა, სწორედ მათი ბიჯებიდან გამომდინარე და ქართულ ოცნებას საერთოდ მეგობარი და პარტნიორი აღარ დარჩა ევროკავშირში. შესაბამისად ეს იქნება მძიმე ანგარიში, რომელსაც მოვისმენთ ჩვენ უკვე ხვალ საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ რეპრესიული კანონები ემატება, იზღუდება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ყოველდღიურ რეჟიმში სწორედ რუსეთისკენ მიაქანებს ქართული ოცნება მისი ნაბიჯებით და მმართველობის ტიპით ქვეყანას და შესაბამისად ეს გასაკვირი არ უნდა იყოს თუ რა შესაძლო გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ჩვენი პარტნიორები. ასევე ისინი ამბობენ, რომ საფრთხის ქვეშ აყენებს ქართული ოცნება ისტორიულ მონაპოვარს, ვიზა ლიბერალიზაციას და ამაზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებას. პრინციპში ის რომ კაცრი იქნება ეს ანგარიში, ამას ხატყობს ის განცხადებები, რომელიც ჩვენ მოგვისმენია არაერთხელ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის ჩვენ გვახსოვს კონკრეტული დათქმები ევროკავშირისგან აგვისტოს ბოლომდე სწორედ 8 რეკომენდაცია უნდა შეესრულებინა ქართულ ოცნებას, თუმცა არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის. ასევე გვახსოვს როგორც კაია კალასის მარტა კოსის ერთობლივი განცხადებები, რომ უნდა შეწყდეს ოცნების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიები, უკან უნდა იქნას გაწვეული რეპრესიული კანონები, უნდა შეწყდეს თავდასხმები როგორც სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე თავისუფალ მედიაზე. თუმცა ამ განცხადებების შემდგომ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების პარლამენტი კიდევ უფრო მეტ რეპრესიულ კანონმდებლობებს და კანონებს ამტკიცებს და უფრო მეტ ადამიანს აკავებს პროტესტის გამოხატვის გამო. ნელი არ არის იმის დანახვა თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება ელოდოს ქართული ოცნება ევროპის კავშირისგან. ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად არსებობდეს სანქციები, ოღონდ ეს სანქციები ეხებოდეს ქართული ოცნების ჩინოვნიკებს და იმ პოლიტიკურ ქორს, რომელიც ქმნის ქართული ოცნების პოლიტიკას. რასაც ვუყურებთ და რასაც ვხედავთ, საქართველოს ეს პროგრესი არ ფიქსირდება, პირიქით დემოკრატიას ბოლომდე გამოეთხარა ძირი და შესაბამისად რეპორტიც ანუ ეს ანგარიშიც იქნება ძალიან კრიტიკული. ანგარიშზე იქ დაფუძნებით მიიღებს ევროკავშირი უკვე გადაწყვეტილებას ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით, უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით და იმ ახალი რეგულაციით, რაც ევროკავშირს აქვს, დიდი ალბათობით უვიზო რეჟიმი შეუწყებად ქართული ოცნების და მათ მხარდამჭერ ბიზნესებს, მოსამართლეებს და საპოლიციო სისტემის წარმომადგენლებს შეუძლებელია იყოს პოზიტიური მოლოდინი ამ შეფასებასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს ისტორიულად ყველაზე უარესი მაჩვენებელი ევროპული ინტეგრაციის კუთხით ზოგადად ეს პროცესი არის შეჩერებული და ქვეყანა რომელიც თუნდაც აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატში იყო ლიდერი, ქცეული არის აბსოლუტურ მაჩანჩალა ქვეყანად, რომელსაც არც ერთ ფორმატში, აღარც ერთ პლატფორმაზე აღარ მოიაზრებენ ხოლმე ევროპის გაფართოების საკითხებში, ამიტომაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ არსებობს სხვადასხვა პესიმისტური მოლოდინი. სწორად და ადეკვატურად არის აღქმული ის, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა თვითიზოლაციაში იქცევა, თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვები არ შეხებოდა ვიზა ლიბერალიზაციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, ამ მონაპოვარს არაფერი შეეხოს, იმიტომ რომ ამით დაზიანდება ჩვენი ხალხი.
ჩვენ ვიცით, რომ არსებობს უკვე ევროკომისიის რეკომენდაცია ტარგეტირებულ სანქციებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეეხოს ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებს. ელოდებიან თუ არა ისინი სანქციებას უვიზო მიმოსვლის შეჩერებას სწორედ კონკრეტულ პირებთან მიმართებით. დღეს ეს კითხვები დაუსვით ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ასევე იაზრებენ თუ არა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს ხელისუფლებას ამ პროცესში, თუ დადგა ასე საკითხი უვიზო მიმოსვლის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა დღეს ქართულ ოცნებაში შეიძლება ითქვას, რომ ისრები ისევ გადააქვთ ჩვენი პარტნიორებისკენ, ამბობენ იმას, რომ უსამართლო იქნება, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა პასუხისმგებლობის ნაწილზე ქართული ოცნება არაფერს ამბობს და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით. დღეს შალვა პაპუაშვილი მაგალითად ისევ თავდასხმების რეჟიმში არის, ამბობს იმას, რომ ბრიუსელს ღირებულებითი უკუსვა აქვს, იგივე პოზიციები მოვისმინეთ ჩვენ რიგითი დეპუტატების მხრიდან და მათი პოზიცია არის ის და გვარწმუნებენ იმაში, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე და ის ასევე რიგი კომპონენტებით უსწრებს როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინას. ეს არის ერთი სამწუხარო პოლიტიკა ქართული ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ქართული ხალხის ნების უგულებელყოფა ხდება და ხდება თავსმოხვევა საკუთარი პოლიტიკური დღესდღეობით. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ვხედავთ ჩვენ, რომ სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სამწუხაროდ სულ უფრო მცირდება. ის ღირებულებითი უკუსვლა, რომელსაც ბრიუსელი განიცდის ბოლო პერიოდში და სრულად აცდენილი არის საერთო ევროპულ ღირებულებებს და არის ვიწრო პოლიტიკური მიზნებით და გეოპოლიტიკური მიზნებით უყურებენ მხოლოდ საქართველოს, ეს არის სამწუხარო. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ან პოლიტიკური საფუძველი იმისა, რომ საქართველოსთან მიმართებაში დადგეს დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. ეს უნდა ითქვას გარკვევით, ნათლად და გასაგებად. რაც შეეხება მათ მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით წამოწყებულ მსჯელობას, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის დასჯა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო. დღემდე საქართველო ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, აღებულ ვალდებულებას, რომელიც აქვს ევროკავშირთან მიმართებაში და ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. სხვა დანარჩენს დაველოდოთ. მოკლედ ხვალ უკვე მოვლენების ეპიცენტრში იქნება ევროპარლამენტი, სადაც მოვისმენთ გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში რა ნაბიჯები გადადგა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რა გააკეთა ან არ გააკეთა და ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებასთან ერთად დღეს გახდა ცნობილი ცოტა ხნის წინ ინფორმაცია, რომ ირაკლი ყობახიძე თავის გუნდთან ერთად მიემგზავრება ჩინეთში, მას შანხაიში ექნება შეხვედრები, თითქმის მთელი შემადგენლობა გაემგზავრება ჩინეთში, საუბარი არის 5 მინისტრზე, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსზე ლევან ჟორჟოლიანზე და საინტერესო არის იქედან დაბრუნებული ირაკლი ყობახიძე რა განცხადებებს გააკეთებს უკვე იმ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელსაც მოვისმენთ ხვალ და როგორც უკვე გითხარით, მოლოდინები არსებობს ძალიან მძიმე, ვინაიდან ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ოპოზიციის შეფასებით თუ რა გააკეთა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში.